Koalitsия ცვლილებებისთვის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინდელ ამაზრზენ აღმაშფოთებელ და საშინელ ფაქტს, რომელიც მოხდა მელიქიშვილზე. ჩვენ ნახეთ დაორგანიზებული ძალადობა, მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა, პოლიციის გადაცმული პოლიციელების მონაწილეობით, კრიმინალების მონაწილეობით, რუსული ოცნების პარტიული წევრების მონაწილეობით, არაადამიანური საქციელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რაც ჩვენ ნახეთ გუშინ, ეს არ არის, აღარ ვლაპარაკობ რაღაცა სამართლიანობაზე და პოლიტიკაზე. ეს არის არაადამიანური, არაქართული შეურაცხყოფელი მთელი ჩვენი სახელმწიფოსი, ქართველობის, საქართველოსი და აღარ ვლაპარაკობ ევროპულ პერსპექტივაზე. ეს სამწუხაროდ არ არის გასაკვირი რუსული ოცნებისგან, იმიტომ რომ სწორედ ეს არ გვინდა ჩვენ, როდესაც ვებრძვით რუსულ ოცნებას. მთავარია რომ მათ იცოდნენ, რომ არც ერთი მსგავსი გამოხტომა, მშვიდობიანი, ხელცარიელი, ახალგაზრდა მოქალაქეების თუ არა ახალგაზრდა მოქალაქეების წინააღმდეგ არ ჩაივლის რეაგირების გარეშე. ჩვენ არ დავთმობთ არც ერთი ჩვენი მოქალაქის თმის ღერს. არავის არ გაუვა, რომ ესე მოეპყროს, ამოეფაროს ვითომ პოლიციის კორდონს და ესე მოეპყრას საკუთარ მოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა არავის პოლიტიკურ პოზიციას, როგორც დღეს ამაზრზენად ისაუბრა კალაძემ, რომ თურმე ვიღაცა ქალია და ვიღაცა ქალი არ არის, ეს არ არის საქართველო და ასეთი არ იქნება საქართველო. დღეს 7 საათზე ფილარმონიასთან აქტივისტებმა დაანონსეს აქცია და ჩვენ როგორც გუშინ მთელი კოალიციის შემადგენლობით, რა თქმა უნდა უერთდებით ამ აქციას, რა თქმა უნდა ვიქნებით იქ და რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე მიიღებს პასუხს ყველა ეს მოძალადე, რომელიც ესე იქცევა. და ასევე მინდა უთხრა ყველა აი ამ მოძალადეების შემსრულებელ ცალკეულ ფიგურანტებს, პოლიციელს თუ არა პოლიციელს, ვითომ პოლიციელს. ყველა თქვენი სახელი და გვარი არის იდენტიფიცირებული და ყველანი თქვენ აუცილებლად დაისჯება.